საბავშვო ევროვიზია 2025-ის მონაწილეები კონკურსისთვის ემზადებიან. კონკურსანტები დღეს პოსტკარდების გადაღებაში მონაწილეობენ, რომლებიც ეთერში მათ სცენაზე გამოსვლამდე გავა. დღეს რეპეტიციები იწყება ოლიმპიურ სოფელშიც. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ. Ვოკალის მასწავლებელთან და დელეგაციის ხელმძღვანელთან ვემზადებოდი, რათა ბევრი რამ გავაკეთო. ქალაქში ჯერ არ ვყოფილ ვარ, რადგან მხოლოდ გუშინ ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ რამდენიმე დღე ქალაქს დავათვალიერებ. მადლობა ქართველ ხალხს. ევროვიზიისთვის გადაღებული გვაქვს უკვე პოსტკარდები, სანამ ჩამოვიდოდნენ სტუმრები, ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, ასე ვთქვათ, და ძალიან ბევრი კადრები ავკრიფეთ და ჩამობრძანდნენ გუშინ სტუმრები და ეხლა ასე ვთქვათ, in-out კადრების გადაღება მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში ეს კადრები ჩაჯდება იმ პოსტკარდების მასალაში, რაც უკვე საკმაოდ დიდი ხნის გადაღებულები გვაქვს და დამონტაჟებულია და საბოლოო ჯამში ეს უკვე მაყურებელი ამას ყველაფერს იხილავს კონცერტის დროს.